პოლონეთი ოფიციალურად ამზადებს უკრაინელი მამაკაცების დეპორტაციას. ასეთი სიახლეები დღეს პოლონურ მედიაში ვრცელდება. პოლონეთის პარტია სამართალი და სამართლიანობა, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალა. განაცხადა სპეციალური მიგრაციული ბანაკების შექმნისა და მობილიზაციის ასაკის უკრაინელი მამაკაცების დეპორტაციის გეგმებზე, რომლებსაც პოლონეთში ლეგალური სამუშაო არ აქვთ. ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა ამ პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა ტობიაშ ბახენსკიმ. პარტიამ უკვე მოამზადა შესაბამისი კანონპროექტიც. თუ უკრაინელი მამაკაცი გაწევის ასაკში ოფიციალურად არ მუშაობს პოლონეთში, მისი დაუყოვნებლივ დეპორტაცია უნდა მოხდეს უკრაინაში, რათა ის იბრძოლოს. და ეს ხდება ზუსტად იმ დროს, როდესაც ევროპის კავშირმა 5 აგვისტოდან ოფიციალურად შეზღუდა დროებითი დაცვის სტატუსზე წვდომა უკრაინელი მამაკაცებისთვის, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვას უკრაინაში. მოდით ამ გამოშვებაში მშვიდად, რაც თავარია მშვიდად განვიხილოთ, თავად პოლონელი მემარჯვენეების ინიციატივა. სიტყვასიტყვით ევროკავშირის გადაწყვეტილების კონტექსტში. და მთავარი კითხვა, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი იურიდიულად და პოლიტიკურად და რამდენად არის ეს პოპულიზმი არჩევნების წინ, რომლებამდე სხვათა შორის კიდევ წელიწადზე მეტი დროა დარჩენილი. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. აქ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შეამოწმეთ ახლავე, გამოწერილი ხართ თუ არა ამ ვიდეოს ქვეშ. შეხედეთ გამოწერილ გილაქს. გამოწერილი ხართ თუ არა? თუ გამოწერილი ხართ, მადლობას გიხდით ამისთვის. თუ უყურებთ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, გააკეთეთ ეს ახლავე. ჩვენ მივდივართ 300,000 გამომწერის ნიშნულამდე. მადლიერი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. მოდით დავიწყოთ თვითონ განცხადებიდან, რადგან მასში თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია, რომ ნაადრევად არ დავიწყოთ თავზე ნაცრის დახრა. პოლონეთის პარტია სამართალი და სამართლიანობა შემდგომში შევამცირებ და ვითქვით უბრალოდ PiS. მან მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის ტერიტორიიდან ყველა უკრაინელი მობილიზაციის ასაკის მამაკაცის დეპორტაციას, ვისაც არ აქვს ლეგალური სამუშაო. კანონპროექტი ცალკე პუნქტით ითვალისწინებს სპეციალური ცენტრების, დეპორტაციის ცენტრების შენტრების შექმნას, რაც ავტორების ჩანაფიქრით უნდა გაამართივოს უკრაინელი მამაკაცების პოლონეთიდან გაძევების პროცესი. ანუ პოლონეთში ყველა უმუშევარი უკრაინელი მამაკაცის პოვნა, სპეციალურ ცენტრებში შეკრება და იქიდან ქვეყნის გარეთ გაძევება, პოლონელი მემარჯვენეები თავიანთი წინადადებების დასაბუთებას საკმაოდ ცინიკურად აკეთებენ. შემდეგ პირდაპირ ციტატას მოვიყვან პარტია PiS-ის ვიცე-პრეზიდენტის ტობიაშ ბახენსკის. იმისთვის, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა იყოს უსაფრთხო და თავისუფალი, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. გაგრძელება მოყვება იმავე აზრს. აღმოსავლეთი ევროპა უნდა იყოს უსაფრთხო და თავისუფალი, ამისთვის უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. თავრობის ერთ-ერთი პირველი და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნება უკრაინელი მამაკაცების დეპორტაცია, რომლებიც გაწევის ასაკში არიან და პოლონეთში ლეგალურად არ მუშაობენ. მათ ექნებათ შესაძლებლობა იბრძოლონ საკუთარი სამშობლოსთვის, რათა ამ ომის საშინელებები სწრაფად დასრულდეს. ციტატის დასასრული. ანუ დეპორტაცია წარმოდგენილია არა როგორც ანტიუკრაინული ღონისძიება, არამედ როგორც უკრაინის გამარჯვებაზე ზრუნვა, რაც თავად პოლონელების სიმშვიდესა და უსაფრთხოებას უნდა დაიცვას. ლოგიკა ასეთია. მოდით გაგიშვებთ თქვენ ომში, რომ ჩვენ აქ უკეთ ვიხოთ. ის პირდაპირ ამბობს, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა უსაფრთხო და თავისუფალი რომ დარჩეს, ეს კაცები წავიდნენ უკრაინაში საომრად და სამწუხაროდ. მაგრამ ასეთ რიტორიკას პოლონური საზოგადოების ნაწილი უჭერს მხარს. ეხლა ციფრები, რაზეც თავად პარტია PiS ეყრდნობა ამ კანონპროექტში და აქ უნდა მივაქციოთ ყურადღება აშკარა იცით ძალით გაწევას. გამოცემა ინტერიას მონაცემებით 2025 წელს პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრომ განაცხადა, პოლონეთში ოფიციალურად რეგისტრირებულია ოდნავ მეტი, ყურადღება, 11,000 უმუშევარი უკრაინელი. სამინისტრო მაშინ არ დააკონკრეტა, მათგან რამდენი იყო მამაკაცი, მაგრამ ექსპერტების შეფასებით უმრავლესობას მაინც ქალები წარმოადგენენ. მაგრამ მოდით ასე თქვა, თუნდაც თუ 50%-ს ავიღებთ, ოფიციალურად უმუშევარი უკრაინელი მამაკაცების მაქსიმალური რაოდენობა 5,500. თუმცა პარტია PiS-ში დარწმუნებულები არიან, რომ მობილიზაციის ასაკის უმუშევარი უკრაინელი მამაკაცების რეალური რაოდენობა ოფიციალურ რიცხვზე ბევრად მეტია, რადგან მათი ვერსიით
ბევრი მათგანი უბრალოდ არ რეგისტრირდება დასაქმების ცენტრში. ანუ კანონპროექტის საფუძველი დადასტურებული სტატისტიკა კი არა, არამედ თავად პარტიის ვარაუდია, რომ არსებობს ფარული არარეგისტრირებული ადამიანების კატეგორია. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ესეც შეიძლება სიმართლე იყოს და მე ვემხრობი აზრს, რომ მართლაც ასეა. მართლა უკრაინელების ნაწილი უბრალოდ არ რეგისტრირდება დასაქმების ცენტრში და აგრძელებს ცხოვრებას, არ ვიცი, დანაზოგებით, დისტანციური მუშაობით და ასე შემდეგ. ისინი არ მუშაობენ პოლონეთში, მაგრამ არც დასაქმების ცენტრში რეგისტრირდებიან. შეიძლება ასეც იყოს. განსაკუთრებით აღნიშნავ, რომ თავად გამოცემა ინტერია, რომელიც პოლონური პარტია PiS-ისგან მიღებულ ამ მონაცემებს აქვეყნებს, ეს არ არის რაიმე საეჭვო მედია, არა. ეს არის სტანდარტული მასობრივი კონსტიტუციური კონსერვატიული რესურსი, უზარმაზარი რეკლამებით, რომელიც მილიონობით აუდიტორიას აგროვებს. მაგრამ ინტერია მუშაობს პლუს-მინუს იმავე დონეზე, როგორც სხვა პოლონური გამოცემა ONET. მაგრამ ინტერიას მომხარებელთა ბაზა ცნობილია საკმაოდ მკაცრი, კონსერვატიული და ზოგჯერ აშკარად ტოქსიკური კომენტარებით სიახლეების ქვეშ. ასე რომ ასეთი სიახლე მაშინვე ძალიან ხმაურიან გამოხმაურებას გამოიწვია პოლონელ მემარჯვენეებს შორის. ეხლა კი აუცილებლად უნდა განმარტოთ, თუ რა უფრო ფართო კონტექსტში გაჩნდა ეს ინიციატივა პარტია PiS-ის მხრიდან. ეს სულაც არ არის პირველი ანტიუკრაინული წინადადება პარტია PiS-ისგან ბოლო პერიოდში. ივლისში პარტიის ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ PiS დაბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ კიევი უარს არ ითქვის OUN-ისა და UPA-ს კანდიდატებზე. მან პარტიის წევრობისთვის მიწერილ წერილში აღიარა უკრაინის მხარდაჭერა ომის დროს, მაგრამ მკაცად გააკრიტიკა ზელენსკის გადაწყვეტილება ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს მიენიჭებინა UPA-ს გმირების, უკრაინის აჯანყებულთა არმიის სახელი. კაჩინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ PiS პარტია არჩევნებში გაიმარჯვებს, პარტია გამოიყენებს ყველა საშუალებას, რათა შეაჩეროს უკრაინის ინტეგრაცია ევროკავშირში არსებული პირობებით. და პირდაპირ დეპორტაციის გეგმების შესახებ განცხადებამდე, პოლონეთში 2026 წლის 4 აგვისტოს ევროკავშირმა მიიღო ახალი წესი უკრაინელების მიმართ. ამის შესახებ ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. უკრაინელი მამაკაცები, რომლებიც ევროკავშირში დროებით დაცვას ითხოვენ, 2026 წლის 5 აგვისტოდან. მათ უარს ეთქვიან, თუ უკრაინის სისტემაში რეზერვ პლუსში სამხედრო აღრიცხვის დარღვევები აქვს დაფიქსირებული. ლეგალური სტატუსის მიღება ახლა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ასეთი დარღვევები არ არსებობს. აქ მნიშვნელოვანია ერთი შენიშვნა. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც უკვე მიიღეს დროებითი დაცვა ადრე, ეს ახალი მოთხოვნა არ ვრცელდება მათზე. ის ეხება მხოლოდ ახალ განცხადებლებს. თავად დროებითი დაცვის პროგრამის მოქმედება ამასთან გაგრძელდა 2022 წლის 4 მარტამდე. მას უზრუნველყოფენ ყველა ევროკავშირის ქვეყანა და კიდევ რამდენიმე სხვა სახელმწიფო, მათ შორის ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი და შვეიცარია, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. ანუ საერთო ევროპულ დონეზე უკვე მიმდინარეობს განხორციელება. რეალური იურიდიულად გაფორმებული შეზღუდვა დეპორტაცია კი არ არის, არამედ ახალი სტატუსის მინიჭებაზე უარია მათთვის, ვინც არ ღვევს სამხედრო აღრიცხვას უკრაინაში. სწორედ ამ ფონზე პოლონელი მემარჯვენეები ბევრად უფრო რადიკალურ ინიციატივას აყენებენ. ანუ არა უარი ახალ სტატუსზე, ახლა ჩამოსულ უკრაინელ მამაკაცებზე, არამედ უკრაინელი მამაკაცების აქტიური დეპორტაცია, რომელთა ნაწილი უკვე ქვეყანაში სრულიად ლეგალურად იმყოფება. და ახლა მივდივართ მთავარ კითხვამდე. რამდენად რეალურია ეს და რამდენად არის ეს წინასაარჩევნო პოპულიზმი? აქ არის რამდენიმე კონკრეტული ფაქტი, რომლებიც საკმაოდ ერთმნიშვნელოვან პასუხს იძლევა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეხლა პარტია PiS ხელისუფლებაში არ იმყოფება. პარტიამ დაკარგა მმართველის სტატუსი. 2023 წლის არჩევნების შედეგად, როდესაც მისი მხარდაჭერა 40%-ზე დაბლა დაეცა. ეს პარტია ახლა ოპოზიციაში. მას შემდეგ მისი პოზიციები კიდევ უფრო სუსტებოდა. საკვლევის სააგენტო IBRIS-ის მიერ ტელეკომპანია Polsat News-ისთვის ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პარტიას მხოლოდ 25 ხმაზე შეუძლია იმედის დამყარება. ამასთან პარტიაში შიდა განხეთქილებაც მიმდინარეობს. PiS-ის პარტიიდან გარიცხეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი. და კიდევ ერთი გამოკითხვის ინსტიტუტ პოლსტერის მონაცემებით, პოლონელთა უმრავლესობას არ ჯერა, რომ პარტია შეძლებს ხელისუფლებაში დაბრუნებას მატეუშ მორავეცკის გარეშე. თითქოს სწორედ ის იყო ამ პარტიის მთავარი მამოძრავებელი. მეორე,
შემდეგი საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში მხოლოდ 2027 წლის შემოდგომაზე გაიმართება. ანუ ეს ნიშნავს, რომ არჩევნები ჩატარდება მხოლოდ 1 წელზე მეტი დროის შემდეგ. მთელი ეს რიტორიკა მთავრობის ერთ-ერთ პირველ გადაწყვეტილებაზე, როგორც კი პარტია გაიმარჯვებს, ეს განცხადება ეხება ჰიპოთეტურ მომავალ გამარჯვებას პარტია PiS-ისთვის და არა იმ კანონის აღწერას, რომელსაც ეხლა რეალურად იღებენ პოლონეთის პარლამენტში. ფორმალურად პარტიის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ეს არის ოპოზიციური პარტიის კანონპროექტი და არა მოქმედი ნორმა და არც უმრავლესობის პარტიის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი. უბრალოდ ეს უფრო ჰიპოთეტური გეგმებია მომავალისთვის, თუ ეს მომავალი საერთოდ დადგება პარტია PiS-ისთვის. ზოგადად ასია, ისინი სწორად ამბობენ, რომ თითქოს თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, თუ მთავრობას ჩამოვაყალიბებთ, ჩვენი მთავრობის პირველი გადაწყვეტილება ასეთი იქნება. უკრაინელი მამაკაცების დეპორტაცია პოლონეთიდან. მესამე რაც მნიშვნელოვანია, ესეთი განცხადებების მოტივაციის გასაგებად, პოლონელების დამოკიდებულება უკრაინელების მიმართ ნამდვილად უარესდება. ეს ჩვენს თვალწინ ხდება და სწორედ ეს ქმნის პარტია PiS-ისთვის ელექტორალურ ნიშას. სწორედ ამ თემაზე სურთ მათ რეიტინგების ამაღლება. კიდევ ერთხელ, ისინი დაეცდნენ და კვლავ ეცემა. ეხლა 25%. 20-ში 20%. ადრე იყო 40%. მანამდე კი ბევრად მეტი იყო. ეხლა ისინი ცდილობენ რეიტინგების ამაღლებას. CBOS-ის გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ 2026 წლის დასაწყისში ჩატარდა, ანუ ყველა ამ სკანდალამდე, რომლებიც პრეზიდენტ კარლ ნავროცკის გადაწყვეტილებას უკავშირდება, გადასცეს უკან წაართვან ზელენსკის პოლონური ჯილდო. ანუ ეს მანამდე იყო. 46% პოლონელებისა გამოდიოდა უკრაინელი ლტოლვილების წინააღმდეგ. ეხლა ეს პროცენტი კიდევ უფრო მაღალია, სამწუხაროდ. და აი გამოცემა პოლიტიკო აღნიშნავს, რომ PiS-ის პარტიაში განხეთქილება ხელს აძლევს იმ პარტიებს, რომლებიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდიან. მაგალითად, კონფედერაცია პოლონეთის გვირგვინის პარტია, რომელსაც იეგოშ ბრაუნი ხელმძღვანელობს, საერთოდ ითხოვს პოლონეთის სრულად გამოსვლას ევროკავშირიდან. არა მხოლოდ უკრაინის არ მიღებაზეა საუბარი. ამბობს, მოდი, პოლონეთმა თავად დატოვოს ევროკავშირი. ასე რომ ეს არის მკაცრი ანტიუკრაინული რიტორიკა. ყველა უკრაინელი მამაკაცი ომში გააგზავნონ. ეს არის გზა, რომ ებრძოლონ ელექტორატისთვის, რომელიც ყურადღება სხვა შემთხვევაში მაინც წავა. მაგრამ წავა კიდევ უფრო რადიკალურ მემარჯვენე ძალებთან. მაგალითად, კონფედერაცია პოლონეთის გვირგვინის პარტიასთან. ამიტომ პარტია PiS-მა გადაწყვიტა, სუპერ, მოდი ამ თემაზე პოპულარობა მოვიპოვოთ. რაც შეეხება იმ იდეის იურიდიულად განხორციელებადობას, რომ მასობრივად მოხდეს იმ ადამიანების დეპორტაცია, რომლებიც ევროპული დროებითი დაცვის სტატუსით სარგებლობენ. აქ უნდა ითქვას, რომ ამ კონკრეტული კანონპროექტის დეტალური იურიდიული ანალიზი არა პოლონურ, არამედ უფრო მაღალ ევროპულ დროებითი დაცვის დირექტივასთან შესაბამისობის კუთხით არ არსებობს. ანუ ასე ჩანს, რომ ეს, რა თქმა უნდა, რთული იქნება განსახორციელებლად, მაგრამ შესაძლებელია. რადგან მიგრაციის პოლიტიკის საკითხებში უკვე ყოფილა შემთხვევები, როცა ქვეყნებმა საერთო ევროპული გადაწყვეტილება გადალახეს და ისე მოიქცნენ, როგორც საჭირო ჩათვალეს. ერთმნიშვნელოვნად ერთი რამ შეიძლება ითქვას. თავად ფაქტი, რომ ევროპულმა კავშირმა მხოლოდ ახლა, 5 აგვისტოს, გაცილებით რბილი და მიზანმიმართული ზომა შემოიღო, კერძო დროებითი დაცვის ახალი სტატუსის მინიჭებაზე უარი, მხოლოდ იმ ახალ განცხადებლებს, რომლებიც სამხედრო აღრიცხვას არღვევენ. აჩვენებს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში საერთო ევროპულ დონეზეც კი მიდგომა ეტაპობრივად და გარკვეული დათქმებით ყალიბდება. და არა უკვე ლეგალურად ცხოვრები ადამიანების მასობრივი დეპორტაციით. შედეგი. ჩვენ წინ გვაქვს პარტია PiS-ის კანონპროექტი, რომელიც ამჟამად ხელისუფლებაში არ არის. სოციოლოგიური გამოკითხვები დაახლოებით მე-4 ხმებს იღებს შიდა განხეთქილებას განიცდის. და ამ გეგმების განხორციელების შანსს მიიღებს არანაკლებ 1 წელიწადში, თუ საერთოდ მოიგებს არჩევნებს. ეს კლასიკური წინასაარჩევნო მანევრია პოლონურ საზოგადოებაში ანტიუკრაინული განწყობების რეალური ზრდის ფონზე. ეს არის მცდელობა, რომ კონკურენტებზე ადრე დაიკავოს ეს მკაცრი პოზიცია, ეს მარჯვენა ფრთა. და არა განცხადება დაუყოვნებლივ დაწყებულ დეპორტაციის კამპანიაზე. ამიტომ ყოველთვის გააფილტრეთ ასეთი სიახლეები და კრიტიკულად მიუდექით მათ. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ გამოშვება და აჭირეთ ზარის ღილაკს.
ხო თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ ამ დამოუკიდებელი YouTube არხის მუშაობას, ამის გაკეთება ფინანსურად შეგიძლიათ შემოწირულობით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მიცდებულია ამ ვიდეოს აღწერაში, ან YouTube-ზე სპონსორობის საშუალებით. ამ ვიდეოს ქვეშ დააწკაპუნეთ სპონსორობის ვილაგზე, აერჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი მხარდაჭერის ფორმატი. მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერისთვის. სულ ეს იყო. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.